პატიმრის გაზეთები გაჩვენე. ვაიმე, შენ შემოგე. ყავასაც შემოგე. ასეთი ლამაზი გოგოები ენის გალაბნები გოჩაცმი და დავდივართ ქალაქ-ქალაქ. წელიწად ნახევარია ტყუილაძე. ეკინი ბიჭი. მეც გაკოჩა. ზია ჩვენ პატიმრებთან. მოდით მე პატიმარია ხალხო ასოთი მან ძალიან სამწუხაროა. ზიას პირველს ვიხსენიებ ჩვენ ყველაფერში. ყველას უსურვებ წარმატებას და საუკეთესო მომავალს და რა ვიცი. როგორც საქართველოს მოქალაქეს თუ გაშფოთებთ ამდენი დაკავებები, ამდენი ცემა. ეს არავის არ მოწონს. არ ვარ მომხრე, ქართველმა ქართველს ხელი არ უნდა დაარტყას, რაც არ უნდა დააშავოს. სასამართლო საქართველოში ძალიან პას. არასდროს არ ყოფილა სამართლიანი და არც არასდროს იქნება. როგორ შეიძლება რომ დაიბრუნოს ამ ქვეყანამ დემოკრატიაც, სამართალიც, უფლებებიც? ახალგაზრდებს არ აძლევენ იმის უფლებას, რომ თავისი სათქმელი თქვან ელემენტარულად და ამის გამო იჭერენ და სხვა დანარჩენზე რაღა უნდა ილაპარაკო. ჩემთვის პირადად ძალიან მოქმედებს. პირველ რიგში მზია ვიცანი ახლა გაზეთში. აი მზიას პატიმრობაზე რას ფიქრობ? მზია არ ვიცი, მაგრამ მზია რომ დააპატიმრეს, შოკი მქონდა. იმიტომ რომ ნამდვილად ანუ აქ ვინცაა ყველა ღირსეული პიროვნებაა. და არ უნდა იყვნენ პატიმრობაში. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ილიას ინმისის პატიმრებზე. გაიხარეთ. ეს არის ჩვენი დაწერილი წერილები, ძალიან ბევრი სიმართლეა. ძალიან განვიცდი რომ გითხარ სიმართლე. არ უნდა იყოს უსამართლობა. უნდა იყოს თავისუფალი, გინდათ ეს გამოსვლები, გინდა ისეთ, იმიტომ რომ ყველას ვაწუხებს ეს. ნებას გართმევს უბრალოდ რომ გამოხატო შენი ნება. და შენი სურვილი უფლება. ყველას შვილები გყავს და ყველას შვილი უმეტესი გამოდის და გება აქციაზე. კანონები უნდა შეიცვალოს და ეს დაპატიმრება და ეს აგრესიები არ უნდა იყოს გამოსვლელებზე. თუ გაშფოთებთ როგორც მოქალაქეს ამდენი უკანონო პატიმრობები. უსაფრთხოდ თუ გზნობთ ამ ქვეყანაში თავს? არა. რა თქმა უნდა შემაშფოთებელია და ძალიან ცუდია რაც დღევანდელ დღეს ხდება. სტუდენტები და ბავშვები სახლიდან გადიან და სად დაიჭერენ არ იციან. სოლიდარობა მზია ამაღლობელს. არ გიწერილი წერია ნამდვილად. ღმერთმა ყველა დაიცვას და მალე თავისუფლება მიცეს ყველას. უფლებას უსურვებ თქვენ შვილებს და მომავალს. მე მჯერავს რომ თავისუფალი სიტყვა გაიმარჯვებს. ზოგადად მე მასწავლებელი ვარ და მე მინდა რომ ჩემმა მოსწავლეებმა, ჩემმა მომავალმა თაობამ, ჩემმა შვილებმა იცხოვრონ დამოუკიდებელ ქვეყანაში, სადაც სიტყვას ძალა ექნება, სადაც მართალი იზეიმებს. ეხლა ეს ზვიადი არის ჩემი მერხის ამხანაგის შვილი, ჩემ თვალწინ გაზრდილი და სულ მინდოდა რომ ზვიადისნაირი ახალგაზრდები, ჭკვიანები, განათლებულები ყოფილიყენ ჩემს ირგვლივ და ჩემი შვილიც მინდა პრინციპებით იბრძოდნენ, მისი პრინციპებით და სულ ასე ვიცხოვრე. იმიტომ რომ სტუდენტს დაადეს ბორკილები მხოლოდ იმიტომ რომ თავისუფლება უნდა ამ ქვეყნის. რა განცდა გაგიჩინათ ამან რომ მე მისი დედამისის გულში ჩავიხედე და დედამისივით ვიდარდე და ვინერვიულე. მე მინდა რომ თავისუფალ ქვეყანაში იცხოვროს ჩემმა მომავალმა თაობამ და ჩემმა შვილებმა და კონდენ მათ სიტყვის თქმის შესაძლებლობები. არის ხალხი არ უყვარვარ, არის ხალხი ყველაფერი საუკეთესო. გაიხარეთ. ღმერთმა სიკეთე მო. ძალიან ყოველდღე გიყურებს თქვენ და ყოველდღე მადლობა. დიდი მადლობა და თქვენ ბედნიერები ყოფილიყავით თქვენ შვილებთან. რას ფიქრობთ ამ უკანონო დაკავებებზე? თავისუფლება ყველას. გაქვთ მოლოდინი რომ დემოკრატია გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში? აუცილებლად. სიდისის პატიმრების წერილები. ვინ არის სიდისის პატიმრები? აქციებზე აი, ვაიცაეთი გვაცილე. სიდისის პატიმრები და დასახოცი არიან ყველა. დასახოცი არიან ასე დასახოცი ფიქრობ? რატომ? ჩემი შვილი მაგალითად მესამე კურსის სტუდენტი სამედიცინოსი. დასახვრეტია მთელი კოვიდის დროს რო არ დაუძინია და ხალხი გადაარჩინა? დასახოცია? რა გენაჩვალე. ღმერთმა სიკეთე მოგცე. საინტერესო კი არა, ძალიან საინტერესო წერილი. დრო მოვარო ყველა ინანებს მაგის აფსაკითხებს. ნამდვილად იჭერს უკანონოდ პოლიციელები. სამართალს რომ ვერ მიაღწევ, ოჯახშიც რომ ვერ მიაღწიო, არის
პრობლემა ხო ქვეყნისთვის. როგორ ქვეყანაში გინდათ იცხოვროთ? ძალიან კარგად თავისუფალია. დღეს როგორ გრძნობ თავს? პენსიონერი ხართ ალბათ ხო? რა თქმა უნდა. როგორია დღეს თქვენი ცხოვრება შეგიძლია 75 წლის ქალი აქ რატომ უნდა ვიჭიდე? გაჭირებულ ქვეყანაში ვცხოვრობ. აი, კარგად ცხოვრობს ქვეყანაო, როცა ამბობენ საკუთარ ცხოვრებაზე. ერთეულები ცხოვრობენ, რომ ჩვენ კი არ ვცხოვრობ. ვინ ცხოვრობს, იგენი იტყვია, რომ კარგად ცხოვრობს და ერთეულები კი ცხოვრობენ. კი ბატონო, დაურიგე შემოგევლო. მადლობა.